თავარი სათქმელი განსასჯელი სკამზე მჯდომმა ჟურნალისტმა, რომელიც დუმილის უფლებით სარგებლობს, უსიტყვოდაც თქვა ნობელიანტი კოლეგის წიგნით. როგორ დავამარცხოთ დიქტატორი? ამ კითხვამ ქართული მედიისთვის განსაკუთრებული სიმძაფრე ბათუმის სასამართლოს დღევანდელი ვერდიქტით შეიძინა. კრიტიკული და ავტორიტეტული გამოცემის დამფუძნებელი ციხეში მინიმუმ 2 თვით რჩება. არ გაუგებია პასუხისმგებლობას ისურვებდი პატიმრობის მიღმა მეთანამშრომლობა სასამართლოსთან ამ გამოცემაში. გამოძიებასთან თანამშრომლობის პირობის მიუხედავად მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, რომელმაც ჟურნალისტის წინააღმდეგ ყველაზე მძიმე აღკვეთი ღონისძიება გამოიყენა, პროკურატურის ფორმალური არგუმენტები გაიმეორა. მათ შორის იმის შესახებ, რომ მზია ამაღლობელი ციხის მიღმა მტკიცებულებებს გაანადგურებდა. მაშინ, როცა საქმის მთავარი მოწმეები პოლიციელები არიან, ვიდეო მტკიცებულებები კი უკვე საქმეში დევს. მომენტებულად საფუძება გაუგების მხრიდან ახალი დანაშაულების უფლებების საფრთხე და ასევე მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე. პროკურორის შემოქმედება დაგმოხდეს რაოდენობის მზიამობების მიმართ აპოზიციონერების სახით გამოყენებული ეს პატიმრობა, რაოდენობის მზიამობების პატიმრობის ბაზისად დაიწყოს ფაქტობრივი დაკავების და რეგისტრაციის ფორმალური იარაღი. რუსეთის სასამართლო სასამართლომ გაიზიარა ძირითადად ის გარემოება, რომ ახალი დანაშაულის ჩადენა თუ შეიძლება რომ აღდგენა პოლიციელზე თავდასხმა არის სახეზე შემოყრიანებული ეს გარემოება ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს, რომლებმაც გადაწყვეტილება სხდომათა დარბაზში პირადად მოისმინეს, მიაჩნიათ, რომ მისი ადრესატი მხოლოდ მზია ამაღლობელი არ არის. და არც მოსამართლე სახელაშვილია მისი ავტორი. კრიტიკული მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები დაპატიმრებულ კოლეგას ქართული ოცნების რუსული რეჟიმის ტყვედ აცხადებენ, რომელმაც თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ამჯერად გისოსებს მიღმა იზოლირებით გადაწყვიტა. ზუსტად ვიცოდი, რომ დააპატიმრებდნენ პროცესზე ვიდრე შევიდოდით. მანამდე თქვიეს, მზია არის ივანიშვილის პირადი პატიმარი, სინდისის პატიმარი. დარწმუნებულები იყვნენ, გაასწმაგებულად ვიბრძოლებთ. ლავასოღლის კაცია ეს გებუაძე თუ ვიღაცა ბათუმის პოლიცმაისტერი თუ მილიციის უფროსი, ვინც არ უნდა იყოს, ხო, ბანდიტები დაიცვან. ამ ვითომ მოსამართლემ, ამ ვითომ პროკურორებმა ვერ გამოდიან, ხედავთ ქუჩაში როგორ ცვენეთ, ჯერ სად არის უარესად შერცხვებათ და მედია ყველაფერს ვიზამთ. მზიას დიდხანს არ დავტოვებთ ივანიშვილის ტყვეობაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველას მოგვადგენთ. არა მარტო ჟურნალისტებზეა ლაპარაკი, ყველას საქართველოში, ვინც ამ რუსულ რეჟიმს ეწინააღმდეგება. აი ეს ვნახეთ დღეს ამ სასამართლო პროცესზე, ჩვენ ვნახეთ ჯალათი მოსამართლე, ჯალათი პროკურორი, რომლებიც აი და ჯალათი პოლიცია, აი ამათ ყველამ, ათელმა ამ სისტემამ ციხეში გამოამწყვდია ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი იქნება აი ამ ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ, რა საფრთხეს დღეს შექმნა სასამართლომ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. მე მოვისმინე ადვოკატის გამოსვლაც, მოვისმინეთ მთლიანად სასამართლო პროცესი, თავისუფლად შეიძლებოდა ეს ადამიანი დღეს სასამართლო დარბაზიდან სულ მცირე გირაოთი მაინც განთავისუფლებულიყო. არ გააკეთეს. მზია ამაღლობელის კოლეგები ფიქრობენ, კრიტიკული მედიის რუსული მეთოდებით გაჩუმების ჩანაფიქრი ამით არ ამოიწურება. ძალაუფლების რღვევის ზღვარზე მყოფი ივანიშვილი ვაბანკზე მიდის. ამიტომ საზოგადოებას თავისუფალი სიტყვის გარეშე დარჩენის შესახებ აფრთხილებენ. დღეს დიქტატურის წინაშე ვდგავართ შიშველი ხელებით. ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რა გვიდგას წინ და რა ხიფათი ემუქრება თითოეულ ჩვენგანს. გავიაზროთ, ვიდრე აი ასე კიდე მაქვს საშუალება, რომ ფორმულას მიკროფონს რაღაცა 1-2 სიტყვა უთხრა. ჩვენ მედია ვადგავართ ყელზე ყველას. ამიტომ ეს არ არის ალოგიკური, რაც მოხდა. ცოტა დაგვიანებითაც კი მოხდა. მე მიკვირს, რომ აქამდე მედია საშუალებების წარმომადგენლები არ არიან უფრო მეტი საკნებში. ეს იქნება. ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა მე არ აღვიქვავ ამას მარცხად. მე აღვიქვავ ამას მოახლოებად რეჟიმის დასასრულის, რომელიც იქნება ძალიან მალე.
მზია ამაღლობელს პროკურატურა აჭარის პოლიციის უფროსზე ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავება სილის გაწნისთვის. ამის გამო ქართული ოცნება, რომელსაც ანტირუსული აქციების არც ერთი ნაცემი მონაწილის გამო ამ დრომდე პასუხი არავისთვის მოუთხოვია, მას სისხლის სამართლის დამნაშავე დაცხადებს. ინციდენტი პოლიციის სამმართველოსთან მოხდა, სადაც აქციის მონაწილე ჟურნალისტი კედელზე სტიკერის გაკურის გამო დააკავეს. ხელწერილით გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი უკან შეაბრუნეს და განაჩენიც იქვე გამოუტანეს. მზია ამაღლობელის საქმე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტებისთვის იმის დასტურია, რომ ქვეყანაში დღეს უზენაესი მხოლოდ ოლიგარქის წესები და კანონებია. დევნა დამოუკიდებელი მედიის და ბათუმელების და ნეტგაზეთის რედაქტორის მზია ამაღლობელის არ დარჩება დაუსჯელი. მათ მოუწევთ პასუხისგება აუცილებლად სისტემა, რომელიც ამ თავისუფლებს მძიმე დანაშაულ შეჭმიტანილებს, აი რაღაც გირაოთი და ქავტემზიას აკავებენ საერთოდ გაუგებარი მიზეზებით, ამიტომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის შიშის მაჩვენებელი. ეხლა ხელისუფლება ცდილობს ვიღაცას ძალის დემონსტრირებას, ვიღაც რაღაცა დაუმტკიცოს, მაგრამ მე წმუნეთ, რომ პირიქით აჩვენებს ეს ყველაფერი. ეხლა აქ რაც ხდება, ამის ძალიან კარგი მაგალითია. ბათუმელების დამფუძნებლის საქმის პირველი სასამართლოს სხდომა 4 მარტს გაიმართება.